მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი პოდკასტი 2 ცეცხლ შუა, ტრადიციულად ირაკლი წულაიასთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღეს ჩვენი მომდევნო ეპიზოდის სტუმარია ბატონი გია ხუხაშვილი. გამარჯობა. მადლობა მობრძანებისთვის. დასაწყისშივე ვეთქვი რომ დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა კიდევ შევცვალეთ რაღაცეები ჩვენ სტუდიაში, გადმოვედით სხვა სტუდიაში, იქიდან გამომდინარე რომ ჭირს ცოტა ფინანსურად ჩვენი გადაცემის შენახვა და ასევე დავიწყეთ ერთგვარი ფანდრაიზინგის კამპანია და ვისაც მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ფინანსურად თითოეული ლარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის რომ გავაგრძელოთ მუშაობა და სიმართლის ლაპარაკი და მათ შორის მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმა. კი ბატონო. თქვენს გაგიგიათ ალბათ უკვე ჩვენი აღარ ვაკითხები ხოლმე ამას სტუმრებს თავიდან ვაკითხავთ ხოლმე თუ გაგიგიათ ჩვენ პოდკასტზე. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. პირველ რიგში თქვენ ხართ მეგონი მეორე არაპოლიტიკოსი სტუმარი ჩვენი გადაცემის და პირველი რო იყო იაგო კაჭკაჭიშვილი უთხარით ახლა თქვენთან ალბათ დიდათ არ ვიჩხუბებთ თქო. თქვენთანაც ალბათ დიდათ არ ვიჩხუბებთ, ოღონდ ერთი პირობით. ძნელია ჩხუბი, ჩვენთან კიდე შესაძლებელია. ესე მარტივი თქვენთან ერთი პირობით შეიძლება ვიჩხუბოთ თუ ეს პირობა არ შესრულდა. ეხლა წაგიხენებთ პირობას და თუ დამეთანხმებით. ზოგადად ძალიან საინტერესო რაღაცებს ამბობთ ხოლმე თქვენ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ეთერში იყოთ, იმაზე გულახდილი და იმაზე მეტი რაღაცა გაგვიზიაროთ, რასაც სხვა ეთერებში არ აზიარებთ. კი ბატონო, მაშინ მეც ვიტყვი რომ საერთოდ მახასიათებს გულწრფელობა, ხე ირაკლი მიჩნობს და მე მგონი იცის ეს, ხო? ხო. წიგნიც მაქვს ძალიან გულახდილად დაწერილი. კაი, გია, მოდი პირველად კითხვას დაგისმევ და შენ 2012 წელს როცა ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყე ესე ვთქვათ კოალიციური პარტიების შეკრება და ესე ვთქვათ გადახვედით ბრძოლაში ხომ არ გქონდა შენ თავთან ეჭვი რომ და ხომ არ წარმოიდგენდი იმას რომ ამდენი წლის მერე ივანიშვილი 30 წლიან კურსს საქართველოსაც შეცვლიდა და ფაქტიურად წეს ჩააბარებდა ქვეყანას. აი ამის ეჭვები არ ქონია? არა, ესეთი პირდაპირ ეჭვი არ მქონდა, თუმცა პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა გარკვეული ეჭვები მქონდა ბიზნესთან დაკავშირებით, ხო? ნუ მისი წარსულიდან, მისი ესე რომ ვთქვათ, აი მითოლოგიიდან გამომდინარე მე ამიტომ უარი უთხარი თავიდან ახლა. მაგაზე მეც ვიდეო დავამატებ. პატაკებს აი ეს დეტალები რომ მოგვიყვეთ რისი მოყოლა შესაძლებელია. როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა? დაგირეკათ და გაგაცნოთ მე. კრეჩი ხამ დამირეკა. პატარა უცნობმა, ხო, რომ სასწრაფო საქმე მაქვსო, შევხვდი და მითხრა რომ ესეო საქმეო, ბიძინა ივანიშვილს უნდა შეინახო. შენთან შეხვედრაო, მე მგონი ტრიპოლსკიმ დაიწყო ტელეფონის ნომრის გარკვევა და ტრიპოლსკისგან წამოვიდა ეს ყველაფერი. ეს იყო დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სურათიც არ მქონდა ნანახი რა. მე ბიძინა ივანიშვილს რო შევხვდი ინტერნეტშიც არ იძებნებოდა. ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა როგორ იყო არ იცოდი. არ ვიცოდი როგორი იყო რა. ხო და მეორე დღეს ხა ესეთი ძიმე სიტუაცია იყო საერთოდ რომ მცირე შანსებიც კი თუ ვინმეს რამის გაკეთება შეეძლო საინტერესო იყო და ამიტომ დავთანხმდი. მაშინ ჯერ კიდე არ ქონდა განაცხადი გაკეთებული პოლიტიკაში შემოდიოდა. არა, ეს იყო ოქტომბრის დასაწყისი. მე ესე იგი უпростоრეთ 5 ოქტომბერს მან გააკეთა მცირე პატარა გაცხადება, სადაც პოლიტიკაზე არ უთქვამს, მაგრამ მინიშნება იყო რაღაც ესეთი მსუბუქი კრიტიკა იყო. და მე იყო დიდი წერილი უკვე. ხელისუფლების და ეს ჩემი შეხვედრა შედგა თუ არ მეშე 7-ში ან 8 რიცხვში. იმასთან სოულაკში? სოულაკში ხო. სოულაკში რო შევედი მანქანით ვიღაცა კიბეზე იყო ამძვრალი და რაღაცას უჭერდა და კარები ვერ მივაგედი თავიდან საიდანაც შევსულიყავი ტერიტორიაზე მანქანით წრეებს ვარ. ხო და გამოიხედა გია მოხვედიო და მივხვდი რომ ის იყო რა კიბეზე იდგა რაღაცას ჭირკედელაო. თვითონ ბოლტებს უჭერდა. უჭერდა თუ რა შებოდა აღარ ხო, ნუ შევედი ძალიან უშუალო საუბარი დაიწყო, ხო, თავიდანვე ესეთი და ძალიან მალე შენობით კომუნიკაციაზე გადავედი და ნუ მითხრა რომ მეო გადავწყვიტეო რომ მოკლედ მცირე ისა კრიტიკული პატარა განწყობა თავისი გამაცნო ხელისუფლების მიმართ და მითხრა რომ მეო ხედავო რომ ძალიან სუსტიაო პოლიტიკური ძალებიო საზოგადოებაო და მე რატო გენდოთ ესე ქუჩიდან აი გეტყვით ახლა რა ხო და მოკლედ თუ მინდაო რომ პოლიტიკაში შემოვიდეო და მე გადავწყვიტეო რომ ეს რომ მე და შენ დავიწყოთო ერთად
მანამდე არავისთან შეხვედრილი არ იყო. მე და რატო გადაწყვიტა ის წამიხსნა, ბოლოს 3 თვეო ტელევიზორს უყურებო და შენაგარჩიეო რა. ვინ აპარაკობდა ჭკვიანურად მოსვინეო და მაშინ პოლიტიკურად მკვდარი სიტუაცია იყო, ოპოზიცია განულებული იყო მიშა სააკაშვილი ბოლომდე ჩამდგარი იყო. ნეტა ავწუთას ახლა 2025 წლის ზაფხულში რომელი უფრო ნანობს, რომ ერთმანეთი არჩიეს, თქვენ თუ ის ნეტა. მე მგონი მევნანობ ის ამას იმდენად იმიტომ რომ იმას ის თვითონ რომ დავაგერ ხო არა კი დაკარგა ბევრი რამე დაკარგა მაგრამ ეგ მაგაზე მე ქვეყანა დავკარგე თავი რომ დავკარგე მარტო არა უშავდა მაგრამ საერთოდ ქვეყანა დავკარგე და ჩემთვის ბევრად უფრო მძიმეა და ხერხშირი შეხვედრები ქონდა სავარაუდოდ ყოველკვირეულად გეტყვით ეხა მე ეს საინტერესო ეპიზოდია სხვათა შორის და იმიტომ რომ ამოიღო ეს წერილი თავისი აბა გადახედე და აბა წაიკითხო შენი აზრი მაინტერესებს. ჯერ არ იყო გამოქვეყნებული, ეს ვარიცხი იყო. წავიკითხე ეს წერილი, არავინ არ იცოდა, მარტო მე და ჩემო ცოლმა ვიცით ეს ტექსტიო, ჩვენ დავწერეთო და არავინ ისო. კი გამიკვირდა ეხა უცნობ ადამიანს რომ მეუბნებოდა, მაგრამ ნუ მე მივხვდი რომ რაღაც ტესტიც იყო ჩემ მიმართ, რამდენად გავიტანდი ინფორმაციას თუ არ გავიტანდი. ხო ტესტს მიტარებ. ხო წავიკითხე, ნუ ხა რაღაცა მცირე შენიშვნები უთხარი და ერთ-ერთი რაც უთხარი, რომ რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ეს არის რა, ალბათ ენა მაქვს მოსაჭრელი რა, უთხარი, რომ ხვალიდან მეთქი ხა დაიწყება ხელისუფლება, რომ გამოქვეყნდება ეს წერილი, მეთქი ხელისუფლება დაიწყებს შენზე შეტევას, რომ შენ რუსეთის კაცი ხარ მეთქი, ამას იტყვიან მეთქი რა. ხო და ამის პრევენცია რომ მოვახდინოთ მეთქი, ამის პრევენცია რომ შენ რუსეთის კაცი არ ახარ მეთქი სინამდვილეში, მოდი მეთქი მე ხა შევამზადებ პროდასავლურ ოპოზიციას მეთქი რა, რომ შენ იმათთან თანამშრომლობას აპირებ. ამას დავუღვიო. ამას დავუღვიო. ხო და მეორე დღეს შევხვდი მე უსუფაშვილს. უთხარი რომ ეხა ბიძინა მეთქი წერილს გამოაქვეყნებს და პირდაპირ არ დააყაროთ მეთქი, იმიტომ რომ თანამშრომლობა იქნებ რამდენს იხდის ჯერ ნახეთ ხო? ო ისე ეცირება ვითომ ფულზე არ იქნებოდა ეხლა ლაპარაკი, აი მაგას ვერ გვეტყვი. არა, ფულზე არ იყო ლაპარაკი, ნამდვილად ეხა ირაკლი მიცის ჩემი ამბავი რომ მე ფულზე ფულზე არა ის კი, მაგრამ მე ფულის თემებში მე საერთოდ თუ რამე იყო მე არ შევდიოდი და არც ბიძინას არ შევყავდი იცოდა ჩემი ამბავი სხვების მეშვეობით ალაგებდა ფულს ერთადერთი კაცი რომელიც ბიძინას ისე ეთანამშრომლებოდა რომ იმის ფული არ აინტერესებდა ასე გამო არ მაინტერესებდა თუმცა ეხლა მე რაღაც ეკეთები მივიღე ეხლა ნუ მე არ ვამბობ რომ არ მიმიღე არაფერი მაგრამ ეს მისი ინიციატივა მე როგორ გაგზავნა ესე იგი ხო შევხვდი ალასანიასთანაც იგივე და მოკლედ პირველი რაც გავაკეთე ეს ორი ადამიანი დავაკავშირე ბიძინასთან რომ აი ეს ერთგვარი ბუფერი გავაკეთებინა პროდასავლურობის რაღაცა ის რა ქვია შირმა შეგექმნა ხო ის კედელი გავაკეთებინა ხო რომ ცოდნოდა ეხა რომ მართლა რაღაცა სერიოზული პრობლემა იყო ბუნებრივია ამას არ გავაკეთებდი ისე როგორ არის თქვენ ხო რაღაც ინფორმაცია გქონდათ რუსეთში ბიზნესები ისა როგორ არის ფიქრეთ ნუ კი მაგრამ ეხა მე დღესაც არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული ეხა სიმართლე გითხრათ რომ ეხა ეს გაჭრილად მე ძალიან მინდოდა ლაპარაკი მაგრამ ძალიან დიდხანს რომ გადავიდეთ ბოლონად მე რაზე გაიყარენით გავიყარეთ მე თავიდან მოდიში რა სანამ გაყრაზე გადავალთ ერთი კითხვა მაქვს ისე შენ როცა არჩევნები მოიგო შენ როცა რჩეველი იყავი შენი მთავარი ფუნქცია იყო იმ შერწყმული ბიზნესების ესე ვთქვა დისტანცირება ხელისუფლებიდან რა მაგრამ ჩვენ წლების განმავლობაში ხედავთ რომ ზუსტად იგივე პრაქტიკა დაბრუნდა და ყველა ეს ბიზნესები ბოლომდეა შერწყმული ბიძინა ივანიშვილთან როგორ ფიქრობ შენ ეს წინასწარმეტ განსაზღვრული ქონდა მას ეგრე უნდა გააკეთა თუ შეგვატყუება. პრინციპში ალბათ წინასწარ ქონდა განსაზღვრული და გეტყვით ახლა მაგას მოგიყვებით რა. ხო და მოკლედ ჯერ რომელზე მოპასუხოს როგორ გაიყარენ თუ მოდი ჯერ ბარი გითხარით. როგორ გავიყარეთ ძალიან მარტივია. პრინციპში ეს ორი კითხვა, ერთი კითხვა შეიძლება. ხო, მერე გადადის გაყრაზე კითხვა. ეს ზუსტად ერთ-ერთი პრობლემა ზუსტად ის იყო რომ მე მას უთითებდი კორუფციის ფაქტებზე, რადგან ჩემი ფუნქცია ეს იყო, კონკრეტულ кейსებზე ვეუბნებოდი, მათ შორის ერთ-ერთი ისტორია იყო, ყველაზე მძიმე შეიძლება ითქვას, რისი მსხვერპლი ირაკლის აღმოჩნდა სხვათა შორის საბოლოო ჯამში. ხო და მე პირდაპირ მიუთითე და მე ჩვენ ერთ დღეს მითხრა რომ კარგიო რა დაწყნებდიო რა, ინტერეს ჯგუფები იქნება, აბა რა გონიაო შენ. იქ მე რა кейსზეც ვლაპარაკობ 9 მილიონიანი кейსი იყო ხო
ხო და ირეკლი ტყუილის თქმის უფლებას არ მომცემს მე რა. მოიცა შენი кейსის გამოიჩხუბო ბიზნესთან კაცო რა ერთ-ერთი ეგ იყო, ერთ-ერთი ეგ. მე თქვენი პასუხი მაგაზე იყო, რას ქვია დავწყნარდებო? არა, მე არ ვეკამათებოდი, აზრი არ ქონდა კამას, რა აზრი ქონდა. მე უბრალოდ ყალიბდებოდი, მე დავინახე რომ გაწირული ვიყავი. რატო? იმიტომ რომ პარალელურად მიმდინარეობდა კონკრეტული სახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან ესე რომ ვთქვათ, შეკვეთა იყო გაშვებული მედიაში და სხვა ტიპებთან, ფული გადახდილი პირდაპირ, რომ გაიშავებინათ კამპანია ეწარმოებინათ, რომ და ეს მითოლოგია, რომ პიქსელში რაღაცა თემები წყდებოდა და რაღაცა. და ეგ რატომ უნდა რომ ბიზნესი გადახდილი, ერთ-ერთი ჯგუფი იყო იგივე აი ღარიბაშვილთან აფილირებული ჯგუფი და მე სიმართლე გითხრათ ფაქტები დაუდე ბიზნესს. ფაქტები დაუდე, არა, ნუ ერთ-ერთ ჯგუფთან დაკავშირებით, არა, კორუფციის ფაქტები ბევრზე დაუდე, მაგრამ ფაქტი რომ ჩემზე კამპანია იყო შეკვეთილი კამპანია, ხო? ამის კონკრეტული ფაქტები დაუდე და დაუძახა ფიგურანტს და შეგვარიგა. და მაშინ მივხვდი რომ გაწირული ვიყავი რა. ანუ ის კი არა რომ დასჯილიყო ადამიანი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, გუნდისევრზე გასკვილებს პროჭულად მოიქცა. ხო, და ბიძინამ ჩათვალა რომ ნუ ეხლა და მეცაც გეტყვი. ხუმრობით მითხრა რომ ეგ რაღაცა ვისწავლე, ამის შემდეგ რაღაცა რო იქნება, მე ჩვენსკენ გამოუშვებ ვექტორსო რა. ხო და ეხლა კი ეს ხუმრობა იყო თითქოს, მაგრამ მივხვდი რომ ნუ შანსი არ მქონდა რა სისტემაში. მაგრამ რა შეეხება ჩემ წამოსვლას, ხო, მე თავიდან მე ქართული ოცნებაში არც ყოფილვარ არასოდეს. ეხლა კი არის ლაპარაკი. ვიცი, კაცო, მაგრამ ეს კონსულტანტა თუ ის მე აღარ მიგესრულებად ბიზნესთან. მრჩევლათაც მე მრჩევლობაც არ მინდოდა, იმიტომ რომ თავიდანვე გაცხადებული მქონდა. კი, სამჯერ მქონდა ნათქვამი ბიზნესთვის რომ უნდა წავიდეო და მე რა თვეების განმავლობაში მოვდიოდი არ მიშვებდა უბრალოდ. და მეცაც გეტყვით, მე რო წამოვედი უკვე სისტემი, მე რო უთხარი მორჩა. ეს არის 2013. მე რო წამოვედი, ხო, უკვე აი მორჩა და რაღაცა და რბილად წამოვედი, სხვა შორის არ მიჩხუბია არაფერი. დაახლოებით 2 კვირაში ზაზა შათირიშვილს დაარეკინა ურეკიდან და მე ზაზა მეხვეწებოდა რომ ჩამოდი. მე ვეუბნებოდი არ მინდა მეთქი რა, რადგან არა, ზაზა იმას ამე ბერას ამეცადინებდა მე მგონი პერიოდში. ხო და რა შემოსადინებდა ბერას? არ ვიცი, რავი, რაღაცაში, არ ვიცი, ამბანს ასწავლიდა, რა ვიცი, რა შემიძლია. ხო და ისა რა ქვია, ხო და მე რო ვეუბნებოდი რომ არა მეთქი, მე არ მინდა ბიზნესთან შეხვედრა, იმიტომ რომ ეხლა ჯობია რომ დისტანცია გავიკეთო, ჩუმად მითხრა რომ აი მაძალებსო რა, დაურეკე ჩამოვიდესო. და ესე ჩამიყვანა, მე და ჩემი მეუღლე ჩაგვიყვანა და შემომთავაზე კიდე რაღაცა. რომ იმდენად არ უნდა გითხარი რა გია რა შემოგთავაზა არა ფული თანამდებობა მე ვერ შემომთავაზებდა იმიტომ რომ რამდენი შემომთავაზა ჩემ და მიიღო უარი უარი ერთ-ერთი ნუ ის ბინა მაჩუკა ეხა ეგ რაც არის ხო და იმას უარს ვეუბნებოდ სხვა შორის მე სამსახურის უფროსობა შემოგთავაზა ხო გია არა აუდიტის სამსახურზე მითხრა რომ გადავიტანოთ აუდიტის სამსახურს მივცეთ ოპერატიული ფუნქციები ანუ ძალოვანი გავხადოთ ფაქტობრივად, ანტიკორუფციული გადავიტანოთ იქ და ხო შეესება კორუფციაზე ნანო უარი რო უთხარი გია. მოიცა. აი თქვენს კარგად გცნობიათ ბიზნესი, ზუსტად მაგ სიტყვებით. რა ხან გეოსება შენ სამსახურს მოხსენ. აი მიხედევ ამ საქმესო, ეხლა ესენიო ფულის შევნაზე რო არიანო, მიხედევ მაგას. არაფერი უარი უთხარ. რატო კაცო კორუფციასთან ბრძოლა ხო გინდოდა? მაინც არ გჯეროდა თუ გაგიშვებდა. არა, დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ არ გჯეროდა ეხლა თავაზობდა ეხ მაგისტრის ჩამიყვანა რომ შემოეთა ხო აი დღევანდელი გადმოსახედიდან მეც მაქვს ეგ კითხვა რომ შეიძლება შეცდომა დაუშვი მაგრამ იმ მომენტში მე იმდენად ძიმეთ ვიყავი ხო ეხა ადამიანი ხო როგორ არის ხო ეხა ემოციურად რთულად ვიყავი მაგრამ ჩემი პრობლემაც არ იყო მარტო ჩემი მეუღლის პრობლემა იყო ეხა ჩემ მეუღლე გულის პრობლემები აქვს, აი ზუსტად იმ პერიოდში როსტონოში ოპერაცია გაუკეთეთ გულის და მაგ დროს გია მიდიოდა შავი კამპანია რომ შეზერო კვერცხების ბიზნესი და ამ კამპანია შეიძლებოდა შეწიროდა ჩემი მეუღლე რა და მე მიცოდით რომ თუ მიიღებთ შემოთავაზებას ის კამპანიას გაგრძელდებოდა. რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია და მე უბრალოდ ვარჩიე ჩემი ოჯახია ეს მოხდა მე ვერაფერი.
ეზერაშვილზე მინდა კითხო რა. ანუ როგორც ვიცი, მან ბევრი ბიზნესები დათმო და ისე წავიდა ქვეყნიდან რა. და ანუ თავისუფლება აჩუქა ბიძინა ივანიშვილმა. რა რის სანაცვლოდ მიიღო ეს თავისუფლება? არაფერი თავისუფლება. ანუ კეზერაშვილთან თვითონ არანაირი საუბარი არავის არ ქონია. მე რამდენადაც ვიცი, მის პარტნიორთან იყო საუბარი დათო იაკობაშვილთან. კეზერაშვილი ამ ყველაფერში მონაწილეობას არ იღებდა და ეს საუბარი იმდენად კეზერაშვილს არ ეხებოდა, რამდენადაც ეხებოდა იმ არაკეთილსინდისიერი ბიზნესების დათმობას, რაც ისინი აკონტროლებდნენ. აი მაგალითად ეს იყო ჯორჯია ტრანზიტი, მე ვაწარმოებდი ამ მოლაპარაკებებს, ერთადერთი მოლაპარაკებები იყო რომ ეს იყო რკინიგზის აქტივი რეალურად და რბილად რომ დაებრუნებინათ ისე რკინიგზის საკუთრებაში, ხო? იმიტომ რომ ეს შემოსავლებზე იყო, ხო გია საუბარი? კი, დაახლოებით 15-20 მილიონ დოლარზე. და კერძო კომპანია იღებდა. წელიწადში, ანუ და ეს საქმე რა არის? ამ კომპანიის საქმე რა იყო, ხო? ანუ რეალურად გადაზიდვებს აწარმოებდა რკინიგზა და შუამავალი იყო შუაში ჩასმული, აი კაკო ჩხაიძიდან დაწყებული. აი, ძალიან დეტალებში შეშლამ კეზერაშვილზე რას გვეუბნება ეს? კეზერაშვილის პარტნიორი. და რა ქნეს მე? არაფერი, სახელმწიფოზე გადმოფორმა ეს კომპანია. ჩვენ შეგვეძლო რომ გავეკეთებინა პარაური კომპანია, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ გადაზიდვების ბიზნესში არის გრძელვადიანი კონტრაქტები. გრძელვადიანი კონტრაქტებია და დაკონტრაქტებული იყო ბევრი რამე, ამიტომ კომპანიის წამოღება იყო საჭირო. და დათო იაკობაშვილის სხვაშორის ძალიან ადეკვატური აღმოჩნდა, ძალიან რბილად, წყნარად, ცივილიზებულად და დღესაც მუშაობს. ის ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, უბრალოდ ეს ბიზნესი აღარ აქვს რა. კაი. გალფის მეპატრონეზეა საუბარი. აი ხშირად საუბრობენ ხოლმე რომ კეზერას ისევ აქვს კონტაქტები და ესე ვთქვა რაღაცა ერთად აკეთებენ რაღაცებს და შეიძლება კოლცენტრები მე არ ვიცი. ხო, აი ამ კოლცენტრების ამბავი. ხო, არ ვიცი, ხო, კოლცენტრები ახლა კეზერას მოგონილი ნამდვილად არ არის. კოლცენტრები ხელისუფლების გარეშე, კოლცენტრების ქსელის გაკეთება ეს ახლა სისულელეა. ხო, ისევ როგორც ნარკოტიკების შემოსვლა, ერთი ამბავი რო ატეხეს ახლა ვითომ არ იციან როგორ შემოდის ნარკოტიკები იმ რაოდენობითაც ქვეყანაში. აი მე და ირაკლი რო დავდივართ ახლა ისა ევროპაში 2 წელიწადში ერთხელ დიბით ჩამოგვაქვს ეთყობა იმდენი რომ თე ქვეყანას ყოფნის არ ვიცი. კარგით, ეს ძალიან წარსულში. ხო, კაი, გადმოვიდეთ დღევანდელობაზე. ერთ-ერთი დღევანდელობაშიც ბევრი თემაა, მაგრამ დავიწყებ ალბათ იმ თემით, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ბოლო პერიოდია ყველაზე ცხარე განხილვის საკითხია და ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. თქვენ ლელოსთან რამე გაკავშირებთ? ლელოსთან რა უნდა მაკავშირებდეს? რატო გეკითხები? ხო, არა ვიცი. რაღაცა თქვენი ანა წითლიძე რო ამბობს, რომ ანა წითლიძეს არ მომისმენია. ისე ყველა, ესე იგი ფულზე ლაპარაკი. არა, მე რატო გეკითხებით? არ ვიცი, კაცო, ფულზე კი არ გეკითხებით. იქნება სიმპათია გაქვთ. არაფერი, მე ჩვეულებრივ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მამუკა ხაზარაძესთან. მეგობრობ შეიძლება ითქვას ბადრი ჯაფარიძესთან. ეს არის მეტი არაფერი არის. იცით რატო გეკითხებით? შეიძლება მე ესე დავამ იმას თქვენი თავში, მაგრამ ესე დავემთხვა რომ თავიდან თქვენს საუბრობთ კახარიასთან მაკავშირებს თუ არა ეს არ გაიჭირებს. მაგაზე გადავალ კაც. თქვენ როცა საუბრობდით, არ ვუწოდ ლელო როცა საუბრობდა, მე ესე მახსოვს თავში შეიძლება მე ავწდი და ეს როცა საუბრობდნენ რომ ეხა არჩევნებზე თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკის დრო არ არისო, თქვენს დაახლოებით მსგავსი რიტორიკა გქონდათ ეთერებში ესე მახსოვს და როგორც კი ლელომა დაიწყო საუბარი რომ ჯობია შევიდეთო, რაღაცნაირად ისე დაიმთხვა რომ თქვენი რიტორიკაც ეგრე წავიდა და მაგიტო მე გინდათ გითხრათ, მე ვარ საერთოდ აი ამ ტრენდების შემოქმედი რა. ირაკლი მე მგონი წინააღმდეგობას ბიზნესას მაგიტო უნდოდით ვინიც. ხო, მე ვქნი გარკვეულ ტრენდს და მე ამ ტრენდს ვიღაცები აყვებიან და ლელო ანუ პირველ წყარო მე ვიყავი მოკლედ რა. მაშინაც ეხლა შეიძლება ითქვას ბევრი რამის და კარგი, გასაგებია. არ ყოფილა კოორდინირებული. იყო პერიოდი რომ ამბობდნენ რომ სამი პოლიტიკური ცენტრიაო საქართველოში. ხუხაშვილი ერთ-ერთი? ხო, ნაცები, კოცები და ხუხასი. ხო, მაგრამ რა მაინტერესებს დღეს მით უმეტეს იმის შემდეგ რაც ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასე შემდეგ. პრეზიდენტის განცხადება. პრეზიდენტის ისევ თვლით რომ სწორი გზა შესვლა? არა, მე არ ვამბობ რომ სწორი გზაა.
მე ვამბობ რომ ეს გზა ჯობია აქტიურ ბოიკოტს. მე ამას ვამბობ. ეს გზაც არ ვარ, რა თქმა უნდა. ორივე ცუდია ვარჩევანი. თქვენ ვერ ხედავთ რისკს, ხა თქვენ ხო პოლიტექნოლოგიებში ვინ ერკვევა ხა ჩვენ ისე კარგად როგორც თქვენ, ხო? ანუ ეს ხო მართლა არის იმის რისკი რომ ამის ნორმალიზება მოხდეს, ხო არ დაესიზმრა იმ ევროკომისიას კი? არა, არ დასიზმრებია. აი რო დასიზმრებოდა კიდე გასაგები იქნებოდა, მაგრამ ცოტა სხვანაირად მოხდა. ხო, მე არ მინდა უბრალოდ ამის კომენტირება შორს. არა, მე შორს არ წავალ. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეხლა კი ბატონო, გასაგებია რომ ევროპაში რაღაცას ამბობენ, მაგრამ ეს არ არის დოგმა, ხო? ეხლა შიგა სიტუაცია, შიგა სამზარეულოს ჩვენ მე მგონი იმათზე უარესად არ ვიცნობთ, ხო? კი და ხალხიც ითხოვს რომ იყოს ბოიკოტი, უმრავლესობა. რაღაცას იტყვიან, ეს იმას არნიშნავს, მით უმეტეს როცა ლაპარაკია პოლიტიკურ ტაქტიკაზე, ხო, ეს ხო არ არის ეხლა რაღაც ხალხს რომ მოусმინოთ. რა? ხალხს რომ მოусმინოთ. მე პოპულისტი არა ვარ, ხალხს რომ მოусმინო. მე მაქვს ჩემი აზრი, ხო, და თუნდაც დინების საწინააღმდეგოდ მე ვალდებულება მაქვს ესეთი რომ არგუმენტები რატო შეიძლება იყოს სწორი შესვლა. ხო, არა, სწორი შესვლა არ ამბობ, უკეთეს. აი, ამას ვამბობ, ხო? დავიწყებ იქიდან, რომ ბოიკოტის გზა მე მიმაჩნია აბსოლუტურად უპერსპექტივოდ იმ გამოცდილებიდან, რაც ამ პერიოდში შევიძინეთ, ხო? იმიტომ რომ აქტიური ბოიკოტის ორგანიზება, მით უმეტეს იმ ლიდერებით, ვინც ყავს, ხო, რომლებმაც კომუნიკაცია დღემდე რა აწყვეს საზოგადოებასთან და ხალხთან და პრინციპში არც დიდი მცდელობა არ ქონიათ ამის. ესე რაც უნდა გადავიდეს მე რაღაც საყოველთაო დაუმორჩილებლობაში, მე მგონია რომ ეს არის უპერსპექტივო. შეიძლება საყოველთაო დაუმორჩილებლობაში ვერ გადავიდეს, მაგრამ ამ წუთას ის შედეგი ხო დადო ამ უპერსპექტივო პოლიტიკოსებმა და ყველაფერმა ერთად რომ შედეგი არ აქვს. შედეგი ხო არალეგიტიმურია ხელისუფლება. არა, არალეგიტიმური როა ხელისუფლება, ეს არის შედეგი. ეს არის ეტაპი ერთი. იმიტომ რომ შედეგი არის ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორება. ეს საბოლოო მიზანია, მაგრამ შედეგი ესეც არის რომ ხელს არ ართმევენ, ხო და კი, ნუ რაღაცა არის, მაგრამ კი, მოვედით აქ, მაგრამ სტაგნაცია გვაქვს, ხო? წინ ვეღარ მივდივართ, ხო? რა ვიცი, ერთმანეთს რომ დაერინოს სტაგნაცია ვითომ? ნახეთ რა ხდება, ჯერ ამას რომ მიყვეთ ბოლომდე ორი წინადადებით გეტყვით, ხო? მოვლენების განვითარებას შევხედოთ, ხო? კი ბატონო, ჩვენ ვართ ბოიკოტში ყველა, ხო? ბოიკოტის გზა მორალურად, რა თქმა უნდა, მეც ძალიან მომწონს და მე კითხვებს ვსვავდი, თავიდან ამით დავიწყე, რომ კი ბატონო, მესმის, მაგრამ ამიხსენი მე როგორ მივდივართ მიზანთან, ხო? და კითხვის დასმაზე ბრაზდებოდნენ უკვე. არა თუ პასუხს არავინ არ გცემს, ხო? კაი, ამას გავანებოთ. აი, ავიღოთ მოვლენების განვითარება, ხო? ჩვენ ვართ ბოიკოტში. ხელისუფლება მაინც ჩაატარა არჩევნები 4 ოქტომბერს, ჩაატარა ჩვენ რაღაცა რომელზეც დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი აქტივობა. რეკორდულად დაბალი არ დაფიქსირდება, ეს ჩანს კვლევებში. მინიმუმ 35 არ ჩანს კვლევებში, რატო 35-დან 40%-მდე ამორჩევას ხელისუფლება მობილიზაციას გაუკეთებს არჩევნებზე რა. 35-დან 40% განსაკუთრებით რეგიონებში საერთოდ პრობლემა არ არის. იმ ამორჩევლის პირადი თბილისზე ლაპარაკობ. არა, ყველგან თქვა კაცო. არა, ყველგან თქვა საერთოდ. ნახეთ, იმ ამორჩევლის мотиваცია იქნება ნაკლები, როცა ოპოზიცია შედის. რამდენი მივა, აბა? პირდაპირ იმას გეტყვით, კაცო, ციფრებს. მაგალითად 2001 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის აირაიმ კვლევა ჩაატარა. არჩევნების წინ აი ხა როგორ ჩაატარა კაჭკაჭიშვილმა, ეგეთ კვლევაში 90% ამბობდა რომ მიდიოდა არჩევნებზე. ამან საბოლოოდ აქტივობა მოხსა, არა ერთ წამს გეტყვით. ამან აქტივობა მოხსა 52%, იმიტომ რომ ზოგი ხო წასულია და ასე შემდეგ, ეგრე ბუნებრივად ეგ ნაკლებ აქტივობას იძლევა რა. ახლა 20% თქვენი აზრით რამდენი მივა? ჩემი აზრით ოპოზიციამ სრული ბოიკოტი თუ გამოაცხადა 30-დან 35%-მდე იქნება აქტივობა. 35 გითხარით მეც, მაგრამ 35% აქტივობა. არა, კი, მაგრამ 35%, ნუ რეკორდი ჩვენ ყოფნით, იურიდიულად ყოფნით, კაცო. არა, რეკორდების მოხსნაზე ჩალიჩვევთ ეხლა. რაღაცას ნიშნავს, ეგ იმიტომ რომ იურიდიულად აგე ის კომისიაც იურიდიულად გამართულია. რა, ხელისუფლება უკვე დღეის მოცემულობით არის არალეგიტიმური. არალეგიტიმური, მას არა აქვს ლეგიტიმაცია. ხო, შესაბამისად ის სუვერენულ დემოკრატიას დაამკვიდრებს, ანუ თვითონ მოიგებს არჩევნებს, იქ გირჩი, იქ ხალხის ძალა და ვიღაცებს 60 პარტია შეიყვანს, ხო, გადაუგდებს 1-20%-ს გაუნაწილებს. დააკომპლექტებს ხელისუფლებას, იტყვის, რომ ესენი რადიკალები არიან, მამაძაღლები არიან, რა ბოიკოტი, რის ბოიკოტი, არჩევნებს ჩაატარებს ისე, რომ რეალურად გაყალბებაზე პრეტენზია ვერ გექნება, არ გააყალბებს, არაფერში არ დაჭირდება
და დაამკვიდრებს რაღაცას, ხო? ჩვენ შედეგს, აი ჩვენ რას ვაკეთებთ ამის შემდეგ? ამაზე პასუხი არ არსებობს რა. და თუ შევიდა ოპოზიცია და მაინც გაყალბებით მოიგო, მაგის მერე რას ვაკეთებთ? აი ნახეთ, მაგის ამის გაყალბებაზე უფრო გაუბრაზდებით, ვიდრე გაუბრაზდით საპარლამენტოს გაყალბებაზე? არა, ამაზე არ ლაპარაკი. ნახეთ რა ხდება. ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ აი ამ დიდი პროტესტი ხო არის საქართველოში, ხო, მაგრამ სეგმენტირებულია. ანუ არის სხვადასხვა სოციალურ და ესე რომ ვთქვათ, პროფესიულ ჯგუფებში გაბნეული. და ამის კონსოლიდაცია ვერ ხდება, იმიტომ ლიდერები არ არის რა, ლიდერი, რომელიც აი ამის კონსოლიდაციას მოახდენს და დიდი ძალის ფორმირებას მოახდენს. და ჩვენ გახარია და ხაზარაძე გახდება ლიდერები? არა, ისე თქვენ ისე ჩქარობთ რა, წინ მასწრებთ რა, ეს თქვენ. გახარია და ისა არ არიან ქუჩის ლიდერები, ისინი ვერ გახდებიან გახარია და ხაზარაძე. მე სხვა რამეს ვამბობ. ის გითხარით უკვე, რომ ხელისუფლება თუ ჩვენ რაღაც რყევებს ვიწყებთ, სულ სახელმწიფო გაატრიალებაზე ლაპარაკობს. არჩევნების დღეს თუ იქნება სერიოზული კანდიდატები შეთავაზებული თბილისში და თვითმმართველ ქალაქებში, მოვით ესე ვთქვათ, ხო? და ნეიტრალური კანდიდატები. ხელისუფლებას ხო დაჭირდება გაყალბება, ხო? ხო, ზოგიერთ კაც. რომ მოიგოს. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია მოიგებს და თბილისს წავართმევთ, როგორც ამბობენ. მე არ ვამბობ, შეიძლება წავართო, შეიძლება ვერ წავართო. უფრო მეტი ბრძოლა დაჭირდება, ვიდრე არ შესვლის ხადია, გასაგები. ხო? მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს არის ერთგვარი ტრიგერი. ანუ ტრიგერი, ანუ დიდ მოძრაობას აი ამ სეგმენტირებული პროტესტის კაპიტალიზაცია სჭირდება ტრიგერი, ხო? როდესაც ადამიანები მზად იქნებიან რაღაცა დაიცვან. წინა პროტესტის ტრიგერი რა იყო? აი წინა პროტესტიც გეტყვით ახლა რა. ხო? ხელისუფლება ან ვერ გააყალბებს იმ დონეზე და თბილისში მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს. როგორ გააყალბებს იცით თქვენ? ისე თქვენი ვერსია როგორია? მე ვიცი და ვერ ვხედავ იმას, რითიც ისე ვეღარ გააყალბებენ. არა, ობიექტურად თქვა. დამკვირვებლები კი ბატონო, მაგრამ მაშინ ესე რომ ვთქვათ, სიტუაცია თბილისში ხელისუფლებას მოდით ობიექტურად ვთქვათ, უკეთესი ქონდა ვიდრე დღეს აქვს. ანუ დღეს ბევრად მეტი ძალის ხმევა დაჭირდება თბილისში კონკრეტულად, ვიდრე მაშინ ჭირდებოდა. ანუ ფაქტობრივად დღეს ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ უბრალოდ ოქმები დაწეროს თბილისში. მაგაზეც კითხვა მქონდა. ეს ოქმები აღარ იწერებათ. ახალ იმას ხო იცნობთ თქვენ. ოქმებს წერს პირდაპირ აპარატი. არავინ აღარ წერს. კი, გასაგებია, მე გადათვლა ხო ხდება მე ყუთებში. და აპარატიდან რა ოქმიც გამოდის, იქ უკვე გაყალბებულია. ეგ არის პრობლემა. არა, გასაგებია, მაგრამ გადათვლა ხო ხდება მე ყუთებში, რაც იყო შედარება. უკვე გამოსული იმები. კი, რა თქმა უნდა. იმას ვერ გადასწორებს. არა, იმას ვერ გადაასწორებს, მაგრამ დისბალანსი. ანუ რას ეძახით, კარგად ვერ გავიგე ოქმების წერას. რა? კარგად ვერ გავიგე რას ეძახით ხოლმე ოქმების. აი დაწერონ ოქმები და ბიულეტენები, ფიზიკური ბიულეტენები უბრალოდ გაანადგურონ, რომ ვერავინ ვერ დათვალოს რა. იმიტომ რომ სხვა გზა მათ მოგების არ აქვს. ეხლა აი მივიღეთ მოცემულობა შესაბამისად, რომ ხელისუფლება წავიდა საბოლოო განუკითხაობაზე, ხო? ეს არის მომენტი, როდესაც ხომ აი მანდ მეგონი შებოდიში რა გაწყვეტინებთ, მაგრამ მანდ უშვებთ რა შესტომას რა. ეს აღარ იქნება ეს მტკიცებულება, იმიტომ რომ იქიდან რაც ამოიბეჭდება. ანუ ესენი ხო ესე აყალბებდნენ, იმიტომ კითხე როგორ გააყალბეს. ამობეჭდოს უნდა დაითვალოს, რამდენი ბიულეტია და უნდა შედარდეს ერთმანეთთან. მაგით გიდება ოქრო. ხო და როგორ გაყავდა არჩევნები თქვა, ამიტომ დავსვი ეს კითხვა. არჩევნებზე რეალურად იყო იქ ბიულეტენები ჩაყრილი. ანუ კარუსელი ვერიფიკაციის აპარატებით როგორ გაკეთდა? კი, ბალანსდებოდა და მაგის რესურსი თქვენ რაც ამბობთ, ეგ არის 5-7% და ეხა 5-7% არ ყოფილა. და რა თქონეთ რომ 5-7%-ია? ესეა, იმიტომ რამდენი კარუსელი უნდა დაატრიალო და ეხა რამდენი ბიულეტენი ვერჩე თბილისში. რა, რამდენიმე 1000 ადამიანი ვერ ივლის? ბოდიში რა, რამდენიმე 1000 იმათი რომ იდგება, ხო? თუ ჩვენ ორგანიზებულად. იდგება რა ივლისს? არა, ბოდიში რა. ბოლომდე ვიტყვი რა, ივლისს კი ბატონო, რამდენიმე 1000, მაგრამ არ ყოფნის მეთქი მაგას გეუბნებით რა. და იქნება მოცემულობა, როდესაც არჩევნების დღეს ნახეთ რა ხდება, არჩევნების დღეს ხელისუფლება არ არსებობს თბილისში, ხო ესეა? ხელისუფლება, ძალაუფლება არის ხალხის ხელში. ხალხი თუ მობილიზებული იქნება, რომ დაიცვას თავისი არჩევანი, იმიტომ რომ ის არის ძალაუფლების წყარო, კონსტიტუცია რას ლაპარაკობს? კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუ ერთ-ერთი კერძო შემთხვევა იყო, თუ ხელისუფლებამ მოიპარა არჩევანი, ანუ
მე ძალაუფლება მომპარა, აქვთ ჯანყის უფლება. მე მაქვს ლეგიტიმური უფლება ავჯანყდე. მოყვებით, მაგრამ პრობლემა იქ არის, რომ ხალხმა ეს ხადად უნდა დაინახოს და ამათ ყველაფერი იქნეს კანონმდებლობები ისე შეცვალეს, რომ ამის დაფიქსირების მექანიზმები გააქრეს და ადამიანს რო გამოვა 8 საათზე გახარია და ხაზარაზე რო იწვიან გაგვიყალბეს, თუნდაც მიშა და ის. ხალხი გეტყვის რა გაატარაკეთ საქმე ამბები დაყალბებებით. აი ზუსტად ეგ იყო, ეგ მოცემულობა იყო წინა ოქტომბერში. აი ოქტომბერში რატომ ვერ მოხდა ეს? იმიტომ ვერ მოხდა, რომ ეს ოპოზიციის პრობლემა იყო, სხვა ოპოზიციის ბრალი იყო დიწილად. ვერ დადეს ფაქტები? არა, ვერ დადეს არ არის მარტო, ხო, ჩვენ დაგვაძინეს ხალხი. დაგვაძინეს რა, თქვენს რომ ჩვენ დავიცავთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ და ჩვენ მივედეთ რა. აბა მართლა ჩვენ აი ჩვენ როგორ დავიცავთ, მაგაზე მივდივარ რა. ჩვენ ხო ვიცით წინასწარ რო გამოვალთ საარჩევნო და დავრჩეთ მთელი დღე? ბოდიში. ხო, მთელი დღე აბა რა. არა, შეიძლება კაი იდეა, არ ვიცი. არა. მთელი დღე, მარტო მთელი დღე კი არა. მთელი ღამე. 100,000 კაცი თბილისში რომელიც აი ეს შემართულად შეიძლება და ეს მობილიზება მომხდარა, ხო 100,000 კაცი თბილისის უბნებთან 300 კაცი რო დადგეს. თავისი ხმის დასაცავად. რა სიზავდი არ გამოატანინებენ იმ ბიულეტენებს, ანუ რა სიზავ. თქვენ არ გესმენთ რა, ხელისუფლებას რა. შეიძლება. არა, ეს ხო, აი ნახეთ რა, ეხლა მე ხო სამხედრო სტრატეგიაზე არ დაგიწყეთ ეხლა ლაპარაკს, ესე დეტალებში არ შევიდეთ ეხლა რომ არ დაგვიჭირა. მაგრამ მე გეტყვით რომ ვერაფერს ვერ იზამენ. თუ გაბნეულად თბილისში, აი ამდენ ლოკაციაზე 300 და 500 კაცი დადგა, რისთვის კაცო? საომრად კი არა. თავისი ხმის დასაცავად. თავისი ხმის დასაცავად, რისი აბსოლუტური კონსტიტუციური უფლება აქვს. რას იზამენ ძალიან გამოიტანენ ოქმეს? იმას იზამენ, რასაც იზამდნენ იქ რო არავინ არ დგარიყო. ეგ არის აჯანყები, ეგ არის ლეგიტიმური აჯანყების საფუძველი. თუ მაგას იზამენ. ეგ არის და თუ ჩვენ რას იზამენ? როგორ მიხვდეს ის ხალხი რომ უყალბებენ? ანუ იქ დგას, კაი, თქვა დგას ეს 500 კაცი. შეგნით როგორ დამკვირვებლები პარტიებს არ ყავთ? კანონი ხო ის როგორ რომელი დამკვირვებლებს შეუძლიათ სხდომის თავმჯდომარე, რა ქვია, თავმჯდომარე შეუძლია გააგდოს. ყველას გამოყრია? რატო არის 18 კაცამდე რატო გაზარდეს დამსწრების რაოდენობა რომ ყველა რო გამოყარონ? მაინც იფუნქციონიროს, იმან პარტიულებს გამოყრია. ეგ გავიგე, თქვენ რასაც ამბობთ გავიგე რა, მაგრამ თუ ამ საზოგადოებას აი ამის მობილიზება არ შეუძლია, ამის მობილიზება მაშინ რა ბოიკოტზე ვატრაკებ, ბოიკოტზე. ხო, აი ბოიკოტი და ფეხების ბაკუნის საერთოდ იმის მობილიზება თუ არ შეუძლია, რომ ლეგიტიმურ უფლებას რომ მიიღებს აჯანყების, მაშინ აჯანყდეს. არალეგიტიმურად აჯანყება შედეგს საერთოდ ლეგიტიმური აჯანყების უფლება იმ 100,000 კაცს უკვე აქვს და უკვე იცის რო აქვს, იმიტომ გამოვიდა გარეთ. უკვე არა, ის არ არის, არა, დღეის გადმოსახედიდან უკვე ლეგიტიმაცია დგას, აჯანყების ლეგიტიმაცია დგას უკვე ეჭქვეში. ეჭქვეში, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია დგას ეჭქვეში თუ ჩვენი ძალების რწმენა. ჩვენი ძალების რწმენაც და ლეგიტიმაციაც, რატო? იმიტომ რომ აჯანყება ხდება ცხელკვალზე, კაცო. ვერ გავიგე არჩევნები და 1 წელი გავიდა და 1 წლის შემდეგ აი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული აჯანყება არსად გაიშვა სამ ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობა? მაშინ საერთოდ საერთოდ რა თემაზე მელაპარაკებით და ბოიკოტით აბა რას აკეთებთ ერთი ძალიან მაინტერესებს. ბოიკოტით მინიმუმ სტატუს კოს ვინ არჩუნებს და იმ შემთხვევაში რასაც თქვენ ამბობთ სტატუს კო შეიძლება შეიცვალოს. აი ეხლა მივედით მაგამდე, ხო? ეგ არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური ემოციური არგუმენტი, რომელსაც აი წარმოუდგენლად ლაპარაკობ. რატო? აი გეტყვით რა. ბიჭო, მე ვერ გავიგე თუ ხელისუფლება გააყალბა და შენ არჩევნებში მონაწილე ამბობ რომ გააყალბა და კიდევ ერთხელ აჩვენა რომ თან გააყალბა ბევრად უფრო უარესად. კაცო ხო გესმის მე რა გულისხმობ. ბოდიში. არჩევნებში რო იღებ მონაწილეობას იმ CS-ს რომელსაც შენ არალეგიტიმურს ეძახი და იმის ჩატარებულ არჩევნებში. ისა რა ქვია რაღაც პათეტიკაა ესა? პათეტიკა მეტი არაფერი. რას ქვია ბიჭო არჩნობ არც ეს მაგრამ ბრძოლაში მიდიხარ. ეხლა ვერ გავიგე აი მოდის ჯარი. ხო ჯარი ზარბაზნები მოაქვს და თქვენ გაქვთ ხმლები და არა მე ამას არ ვეუბნებით ზარბაზნებია აი ხო ჯობი არ შეხვიდე ვიბობში ზარბაზნებით რო არის და შენ ხმლებით გარ ხო ჯობი არ შეხვიდე კი და გადაგივლის მე ჯობია გაიხიზნო ტყეში და დასჭაღო რაღაც სხვა სტრატეგია აი შენ ღმერთმა ზუსტად ეგ არის აი ნახეთ რა მოხდება მაშინ ოქტომბრამდე გეტყვით ხო ვიღაცას დაიჭერენ ვიღაცას იმას რა ქვია ქვეყნიდან იმას ქნიან პარტიებს გააუქმებენ თავის პარტიებს შემოყრიან ამ პროცესში, სამოქალაქო სექტორს საერთოდ გამოაშრობენ, ისე რომ ისედაც არიღებენ უკვე, ხო? მედიას დაანგრევენ, ანუ თქვენ რას მეუბნებით, რომ ეშაპოც, არა, ბოდიში რა.
ეს თქვენ გონიათ რომ ის სტრატეგია რაც დაუშვათ ის ტაქტიკა რაც აირჩია გვარამეა მაგალითად რომ ციხის კარებთან მივიდა და დამადეთო ეს არის სწორი ტაქტიკა უნდა იბრძოლოთ მაგრამ ნებისმიერ ველზე უნდა იბრძოლოთ ეგ მაგ ტაქტიკა ისეთი რამე გააკეთა გრიშა ორიანი წერი და ეს რა კაცი ყოფილა რაც არ უნდა უსამართლო იყოს ომი თქვენ ხო მე ვლაპარაკებთ რომ პრაგმატული ადამიანი ხართ და ემოციურ წილში არ უყურებთ და პრაგმატულად რა შეცდოდა ახლა გაჭიქდებოდა და აბარ დაბიჭიროთო და გამოათევდა ისო გამოუშვდებოდა ამ ფერი ტროსი თუ როგორც იყო ფასი უნდა გადაახდევინო პოლიტიკოსი ეს არის ფასი აბა როგორ აბა მაშინ რა აი რა ფას გადაიხდი და აი კაი ოფისში ჩაკეტილიყო გავმაგრდითო მელია როგორც გამაგრდა ანუ რა პარადოქსი რა არის იცით თან მომიწოდებთ ბოიკოტი ბრძოლისკენ და თან ბრძოლის საერთოდ მზად არ ახართ რა ტრაკი არა აი მზად აი ხო აი მთელი ლოგიკა ბოიკოტის არის ეგ. ეგ არის მთელი ბოიკოტის ლოგიკა, რომ მაგარი ბიჭი ვარ, არა ძმაო რა, ჩხუბი არ მინდა. მაგარი ბიჭი ვარ. მაგარი ნებისმიერს დავანგრევ, მაგრამ ამასთან ჩხუბი. კაი, ეხლა ვილაპარაკეთ, ჩვენ ვილაპარაკეთ ყველას შესვლაზე და ყველას არ შესვლაზე. და აი ეს ნაწილი ორი რო შედის, ეგ ხო დაღუპულია. ეგ ხო ყველა ცუდი ვარიანტია. მე გეთანხმებით, ეხლა რაც ხდება, ეს არის მარაზმი. და მე რა თქმა უნდა, მე ამას ვამბობ, რომ ეს არის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას არგებლობს რა. თან იგებს გავყალბების გარეშე სავარაუდო და თან ლეგიტიმაციაზეც რო ვსაუბრობ, ეგ გაგიცხადებია, რომ ინტელექტუალური კრიზისია ოპოზიციაშიო რა. შაშქსაც აღარ თამაშობენ უკეო, ესე ფიგურებს ესვიან ერთმანეთს, წაიქცევა თუ არაო და მაინტერესებს, ანუ არის შანსი ამ ოპოზიციის პირობებში ეს ხელისუფლება გაუშვოთ თუ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ახალი ფიგურები შემოვიყვანოთ და პარტია არა თუ უნდა ვიფიქროთ დეფიციტია ლიდერების დეფიციტია ხო მეცაც გეტყვით ბოიკოტითაც რაღაცა გამოვიდოდა მაგრამ ბოიკოტ ჭირდება შესაბამისი ლიდერები ტრაკი დღეს ვახსენე მეხუთე ეხა ვიტყვი და ნაცებს ვასიამოვნებ რომ მიშასნაირი მიშასნაირი უნდა იყოს ვიღაცა ვიზო შეუძლია მეანგრიოს მოანგრიოს რაღაცა გააკეთოს რა ხო და ამათ მორაკვეც იხილავთ შენ პოსტილის შეგელზე კია წარსულში დამჩა ორი კითხვა პატარა უცებ გადავაბავ და საინტერესო იქნება ერთი წამი კი წარსულს მე ისე ვაკეთებ და გადმოვიდეთ კი მურუსიძე ჩიჩალაძე არის ყველაზე დიდი დაღი ივანიშვილის და ქვეყნისაც რა ანუ ამხელა პროპაგანდასაც რო პასუხი არ აქვს ეგეთ არა იმათ აჯობეს უკვე ეგეთიც არის ხო და აი რა მაინტერესებს რა დამოკიდებულება ქონდა რატო არ გააკეთა რეფორმა და რატო არ გაუშვა ეს არა ძალიან მარტივი მე ეხა მე იქ რო ვიყავი ამას ეხა ესე არ უყურებდი მე შემდგომი ანალიზის საფუძველზე გამოვიტანე ეს დასკვნები მურუსიძე რატო ეხა ჩვენ ხო ყველა ვეუბნებოთ რომ მურუსიძე ნაძირალაა და ბიზნეს მიდასტურებდა რომ ნაძირალა ხო მე უკვე წამოსული ვიყავი რა მოგერკაცე ვისაც რისი მოსმენა უნდა იმას ემბო კი კიდე მე რაც და იმას აკეთე ხო და მე რო წამოვედი, ნუ რაღაც ერთ მომენტში მე დაუძახა იმას და მე ვფიქრობდი რატო, როცა ყველა ეუბნებოდა ერგული ვინც იყო. მე რო წამოვედი ხა უსუფაშვილი ესე ყველა ხო დარჩენიქ და ყველა ეუბნებოდა არა, ესენი არიან ნაძილები. რატომ გააკეთა ეს? გააკეთა დალაგებული აქვს. არა, გააკეთა აბსოლუტურად შეგნებულად. აბსოლუტურად შეგნებულად. ყველაზე კომპრომეტირებული არჩია და ამით უთხრა სისტემას რა რომ აი ამ ნაძირალასაც კი დავიცავ თუ ჩემიანი იქნებით. ამით სისტემაში გაუშვა მაგ გზავნილი. ისე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში. თავის პოლიტიკურ გარემოცვაში ხო ეგრეა, ყველაზე ნაძილები ვინც არის და ყველაფრის მკადრებელი იმათ აწინაურებს, რომ იმის იქით უკან დასახები გზა აღარ ქონდათ. ალასანია და ისინი პირველი მოიშორა, იმიტომ რომ პირადი რეიტინგი ჰქონდათ. დობა და ამასთანავე აჩვენა სისტემას მე თქვენი მორალი, სამართალი ის არ მაინტერესებს, აი ხო ეს ხო ყველაზე ნაძირალაა. ამასთან დავიჭერ საქმეს. აი ეგეც იყო და გიქებდა ივანიშვილი ადეიშულსაც და თანამშრომლობასაც ესე თქვა შენ გააჩერე როგორც ვიცი და მოგვიხევი ერთი როგორი. არაფერი მარტივად რა ეხა ეს ნუ უბრალოდ საუბრის ის იყო ეხა სერიოზულად მაგრამ ნუ მითხრა რომ ადეიშვილიო ჭკვიანი ბიჭია ხო? ვაფშე ხო არ მოუწიოთო? გამეცინე ეხა ამას სერიოზულად იმ მომენტში მე არ აგვიქვავდი ამ გზავნილებს. მე კი მივხვდი რომ ამის უკან რაღაც რეალური მისია ის. თუ გამოადგებოდა გინდა ადეიშვილი იყოს და გინდა სააკაშვილი. კი, იყავი კოჰაბიტაციის მომხრე. კოჰაბიტაციას რაც შეეხება, კი, კოჰაბიტაციას ჩვენ კამპროექტის დავწერეთ. აი ლალიაშვილი რო ამოსამართლე, იცი ჩემთან მუშაობდა. გავაკეთეთ, იმიტომ კოჰაბიტაციის ესე რომ ვთქვათ, მოდელები არსებობს ბევრი. 30 ქვეყანაშია გაკეთებული, ხო? რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ როგორ ხდება საზოგადოების განთლიანება. რატო? იმიტომ რომ რეჟიმის პირობებიდან რო გამოდიხარ,
რომ გამოდიხარ ესე რომ ვთქვათ ყავს ასეულათასობით ისა რა ქვია დაზარალებული და ათეულათასობით დამნაშავე ყველა დონეზე ხო და ამ ხალხის შერიგება არის აუცილებელი ჩვენ გავაკეთეთ დავწერეთ მაშინ კამპროექტი რომლითაც ესე რომ ვთქვათ აღიარების საფუძველზე მე დიდი ამნისტია უნდა გამოგვეცხადებინა გარდა ესე რომ ვთქვათ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების. მე რო თქვენ კოაბიტაცია შეცდომა იყო ვინც თქვენს დაგაბრალთ ბიძინა მე გამბა. კი, არა, საქმე იმაშია, რომ ბიძინამ რეალურად კოაბიტაცია. მე რას ვამბობდი, ეს იყო კოაბიტაცია. ნამდვილი კოაბიტაცია. უნდა ეღიარებინათ ნაცებს, რომ მათ დააშავეს, ანუ პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოცემულიყო. და პოლიტიკური ვერდიქტის საფუძველზე მე უნდა გამოცხადებულიყო ამნისტია. ეღიარებდა და ეთქვათ რომ აი ბრიფინგზე თუ განცხადებით. არა, ნაცებს ახლა კოლექტიურს კი არა, ყველა დონეზე აი სოფლის გამგებელი, რომელიც აყალბებდა. უნდა ეღიარებინა რომ მაიმუნობდა მამაძაღლი. მე დაიჭერდნენ. თუ არ დაიჭერდნენ. ხო, და ამნისტია. ზუსტად ამნისტიას ამას ვამბობ რა. ეგ იქნებოდა პოლიტიკური კაპიტულაცია. არა, აი არ გააკეთებდნენ. თქვენ არ იცით, თქვენ მაშინ პატარა იყავით ეთქობა ძალიან რა, არ გახსოვთ ეგ პერიოდი. 22-ის ვიყავი, 23-ის. ხო და მაშინ ესე იგი მაშინ არ გაინტერესებდათ პოლიტიკა. არა, მითხარით, აბრას გულისხმობთ. მე გულისხმობ იმას, რომ მაშინ ნაცები იყვნენ შოკირებულები, ძალიან შეშინებულები იყვნენ. მაშინ ისინი ამას გააკეთებდნენ. ეს მერე წამოწიეს თავი, წამოყვეს თავი, რომ დაინახეს. 2013-ში არ იყო მიშას მიტინგი, რომ გამოვიდა და ჯერ კიდე პრეზიდენტი რო იყო. მე გეტყვით ადგილებზე ნაცები, აი პატარ-პატარა ნაცები ძალიან შეშინებულები. ყველა აღიარებდა თუ აი პატარები აღიარებდნენ შეიძლება. ჩვენ იმას ამ გვინდოდა შერიგება თორე ხარ. და რატო არ გამოვიდა? მიშა დასაჭერი. იმიტომ არ გამოვიდა, რომ მიშას ბიძინას ამოცანა ეგ არ იყო. ბიძინას ამოცანა იყო ის ბუღა შენარჩუნებული იყო. რა ბიჭო, ნაცები და კოცები ეს ხო სიმბიოზია. ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ, ხო? ბიძინა ხო იკვებება ნაცების სისხლით, ისე რომ ნაცები მიშას იმიტომ რთავენ ხოლმე იმედის პირდაპირ ეთერში იქიდან პროცესებიდან რომ ეს აგრესია გაიგოს. ეს არის სიმბიოზი, საერთოდ ბუნებაში არსებობს ანტაგონისტის სიმბიოზები რა, ბუნებრივი ანტაგონისტები. აი არის ეს ჩიტი კოლიბრი, პატარა ჩიტი. ნიანგს აჯდება კბილებს და უწმინდავს ორივე სარგებლობს. ამიტომ ნიანგი არ ჭამს. აი ეს არის რა, ეგ ისტორიაა რა. ან ბუდა გველი მაგალითად, თავის ბუდეში აცხოვრებს გველს. რატო? იმიტომ რომ მის ბარტყებს მწერებს აშორებს. აი ბუდა გველი უფრო უხდებათ მე მგონი. კი. თავი გავამებოთ. დამწერებს. კი, 13 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილს არც ერთხელ არ იყო ის მომენტი, რომ ზალოვანი მინისტრი არ დაენიშნა. პირველად ესე ვთქვათ, კარტბლოში გაუკეთა კობახიძემ დინარაძეს ესე ვთქვათ ფრთას. ფიქრობ თუ არა რომ ეს ფრთა სალკეკაკების ხაზია თუ რა არის ანუ საიდან როგორ ვხედავ შენ აი ამათ ესე ვთქვათ ეს ძალაუფლებას მიცემას და ხო არ მოხდება ისე რომ თვითონ შეჭამენ ბიძინა ივანიშვილს. ეს გელაძე ივანიშვილს არ დაუნიშნავს რა. დინარაძის კი. არა. ეს დინარაძე ბიზნესი არ არის მე? ხო და არა სხვა ეგრე ყველა ბიზნესია გარკვეულწილად, მაგრამ აქ არის ლაპარაკი ბიზნეს კარზე, გუნდებზე. ანუ ერთი გუნდის წევრები არიან. ანუ კი, ეს განზომილება ეხა რუსებისთვის ხო, მოდით ესე ვთქვათ, ბიზნესზე კომფორტული რა თქმა უნდა კობახიძეა, ხო? რატო? იმიტომ რომ ბიზნესი ძვირიჯდება რა. ბიზნესა თავისი ინტერესები აქვს, ბიზნესა შეიძლება რაღაცაზე შეეკამათოს რეზიგერა ისე და რაღაცა კობახიძე შეიძლება უარიც უთხრას რაღაცაზე. ანუ თქვენ უშვებთ რომ კობახიძეს ცალკეც ეკონტაქტებიან რუსები ბიზნეს გარეშე? მე მაგაში დარწმუნებული ვარ, მე ხა ეს ჩანს მაგათ მესეჯ ბოქსში. და ბიზნესმა არ იცის ეგ დაარეჭიანოს კალკირებული არა. აი ხა ბოლომდე ვიტყვი მაშინ. რა თქმა უნდა ბიზნესმა ყველაფერი იცის, კაცო. მით უმეტეს ამ პატარა ხალხის ჩალიჩი ყველაფერი გასაგებია, ხო? ბიზნესამ მაგრამ საქმე არის იმაში, რომ თვითონ სისტემა არის ბიზნესზე დაშენებული, ანუ ბიზნეს შეეულია ეს სისტემა. ხო, ბიზნეს გარეშე ეს სისტემა ვერ იარსებებს, ხო? იმდენად მეტასტაზებივით არის ყველაფერი მოდებული, ხო? მაგრამ ეხლა რთული პროცესი მიდის დიქტატურის დამყარების ეტაპზეა ყველაფერი გადასული. ბიზნესმაც არ იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილებაც მიდის, ეხლა იქ დიდ მოლაპარაკებებში ვის საით დარჩება, როგორ იქნება ბიზნესმა არ იცის. შესაბამისად ბიზნესს სჭირდება მანევრი. გარკვეულწილად ის უნდა დისტანცირდეს ძალაუფლებიდან, მით უმეტეს რომ ეს ვითარება ხელს უწყობს რუსებს ის უფრო ევასება და რაღაცა. და ეხა მას სჭირდება დიაპაზონი სალაპარაკოდ სამ მხარესთან, რუსეთთან, დასავლეთთან და შიგნით საზოგადოებასთან, ხო? ხო და
პასუხისგებლობის აღება ამ რთულ პროცესზე, რაც რითი დამთავრდება არ იცის, არ უნდა რა. ამიტომ ილუზია ეხა საბელი დაუგრძელა და შეუქმნა ილუზია კობახიძეს, რომ შენ ხარ ძმაო და მიხედეთ ქვეყანა. დარწმუნებულად ტელეფონსაც არ იღებს. აი დარწმუნებულად. ეს რაღაცა. აი ნახეთ მე რა ხდება რა. ამის შემდეგ თუ ეხა კობახიძე წარმატებული იქნება ამ ამბავში, ანუ დაამკვიდრა საბოლოოდ ჩააბეტონა რა ეს ავტორიტარიზმი, ბენეფიციარი ვინ არის? ისე ბიძინა რა, ეხა აი კობახიძის როცა მაინც წამოკრავს ხელს. ხარიბაშვილი ხო გახსოვთ რა, ეს რაც გინდა დაუძახ. იბერიის გაბწყინების გეგმა მოყვა, სამდღეში რომ გამოვიდა და გადავდიქიო რომ გამოაცხადა. აი დაახლოებით მაგას გაათამაშებს, მაგრამ არის მეორე სცენარი, რაც ბიძინას აგრეთვე დათვლილი აქვს, რომ წარუმატებელი არის კობახიძე. ვერ გააკეთა ეს, ანუ შიგა წინააღმდეგობამ იმას ქნა. შეაწმენს ხელებს. პარალელურად რუსეთიც ძალიან დასუსტდა და დასავლეთის შეტევაშია. ხო და ამ დროს ბიძინა გაათამაშებს ისტორიას მოგენატრებად ბიძინა. მოგენატრებად მამათი იყო ეს. დედავატირი ამათი. ხო, მოგენატრებად ბიძინა, ანუ გამოჩნდება ბიძინა და გადაგვარჩენს კობახიძესგან. კობახიძის დესპოტური რეჟიმისგან. აი, კი, მე როგორც ვაკს ინფორმაცია გიებ დიდარაძე კალაძეს სამსახურში დაემუქრა დაჭერით და გამოწევა ჰქონდათ. ანუ ამ მდგომარეობაში არიან უკვე მისული. გააწირავენ კალაძეს? კალაძეს? არა. ნუ ეხა მან გააჩნია რა მე არ ფიქრობ რომ გააწყოტილება იყოს კალაძესთან დაკავშირებით მიღებული რატო იმიტომ რომ ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან მერის კანდიდატს და ვერ ყალიბდებიან იმიტომ რომ არიციან ოპოზიცია რას იძენს იმაზე რა თუ ეხა უკონკურენტო იქნა ბრძოლა მაშინ კალაძეს ბიზგინა დააყენე თუ იქ რაღაცა მოძრაობები იყო, მაშინ ესენი იძულებული გახდებიან ისევ კალაძეზე გადადა. კალაძე ამით შეიძენს იმუნიტეტს და ამას ჩალიჩობს კალაძე ხა, რომ კალაძეს უნდა რეალურად ხო, იმუნიტეტი შეიძენს. აი, ეს ბარემ ჩაგეკითხებით. აი, ეხა ეს რა ხდება, ეს დაჭერები როა ბიზნესმენების და მათ შორის რიჟვაძეზე ცალკე კითხავთ. მე მქონდა ესეთი თეორია, ეხა მოგიყვებით თქვენ ეს თეორია ან უარყო შეგიძლია დაეტოვოთ მეც მაგ თეორია და ორი თეორია განვოვიდა. ჩემი თეორიით, მოკლედ, ბიზნეს ფინანსები მოკლედ შეცოტავდა მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აქ რა ის იდება ის კვლევები კიდე ცალკე გარჩევისაგანია როგორ არის მათ შორის სანქციები ასე შემდეგ მოკლედ ფული მათ შორის ბევრი შავი ფული არის ხა საჭირო ქვეყანაში მათთვის და მოკლედ გაბრაზებულია თავის გარემოცვაზე რომელმაც ამ დისკომფორტში მოაქცია ხო დისკომფორტია ხო ფაქტია და დაუწყო რომ იმათმა კაფეს და ბიზნესს ხო აი ხაო მე რო ესე ცოტა თულ სიტუაციაში აღმოჩნდი თუ იმაზე რთულში ვიდრე ვიყავ ერთი წლის წინ ყოველ შემთხვევაშიო ეხაო ეს ფული თქვენ უნდა ამინაზღოთ და ჩვენ რო თავში გვირთყავს მე და ირაკლის ჩვენ ფული არ აქვს ხო თქვენ მოვიტანეთო ეს ფულიო მაინც ხო მე მიუბრუნდა ხა ჩვენთვის უფასო რტყმა მობედა ხა მიუბრუნდა ხა ფული საიდან მოვიტანო მიუბრუნდა თავისიანებს და ზოგს იმდენს თხოვს რაც აქნაჭაბი ზოგს იმაზე მესთხოვს და რაღაცა ქნან უკვე ამათ აღარ იციან ეს არის ჩემი თეორია ეხა მე ცოტა მე არ ვეწინააღმდეგები თქვენ თეორიას, მაგრამ ცოტა უფრო ესე რომ ვთქვათ იმას შევძენ. მე ვფიქრობ, რომ ბიზნეს თავიდანვე ესე რომ ვთქვათ, ქონდა ეს განზრახვა. სანამ პრობლემები გაუჩნდებოდა და ეს არის ტექნოლოგიური საკითხი, ხო, რომ იმათა ჭამონდა ის ფული მაინც ჩემია როცა მინდა. ხო ანუ როგორ არის აი ანალოგია მომყავს ხოლმე ხო წყემსი და ცხვრის ფარა ხო წყემსი რა შვება ცხვრის ფარას გაიყვანს იალაღებზე კარგად გამოაძღობს დაასუქებს და მერე პარსავს ხო დაახლოებით იგივე გაწოდა პარსავს სანამ ქონი დაჭირდება აი ნახეთ როგორ არის აი ბიზნეს ლოგიკა არის ესეთი ბიზნეს არ უნდოდა რომ კორუფციაში გახვეულიყო ხო ანუ ის რომ ბიზნესა თვითონ ბიზნესებშია გასული და ამ შემდეგ ხო ამას ძალიან უფრთხოდა და ერიდებოდა და შენ თუ არ გინდა რომ კორუფციაში გაერიო და საქართველოს პატარა ქვეყანა ყველა გაიგებდა ბიზნეს ინტერესებს და გაერიოს ხო და შენ თუ გინდა ფული ისე იშოვო რომ შენ თუ კორუფციაში არ იყო რა უნდა ქნა უნდა შემოიკრიბო ხარბი ტიპები უნდა შეუქმნა ილუზია რომ დავაი ბიჭებო ფული აკეთეთ და კაცი თავის თავზე როცა მუშაობს ბიზნესზე კი არა უფრო კარგად აკეთებს და უფრო ეფექტურია და უფრო მაგრად მუშაობს კაპიტალიზმი ამიტომ არის
ესენი მიუშვა, აძოვა, გააძღო მაგრად. ეხა დასაკლავად გაამზადა. დადგა ბავშვის დრო. ხო, მაგრამ გია ეხა ეგ შეიძლება ბაჩიაშვილი და ვიღაცა გაპარსო, მაგრამ იმას რა ქვია, ზარალას და იმათ რომ პარსოს, բայց ფეხი არ წამოკრას რა. არა, ზარალა ცალკეთებაა, ხო? ზარალა მე არ მგონია რომ ზარალა საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით იყოს ეხა პრობლემების ქვეშ. ბოტასის ამბავია. მე ვფიქრობ რომ მე ბიჭო არის ის ყველა მეს ბოტასა ფარცხალაძეს გულისხმობს. არ ვიცი არა მე ხა კატეგორიული ვერ ვიქნები ვიზერაზე. კანონი რომ მიიღეს ბოლოს. რომ ეკონომიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილი კი ძმებსაც რო არ თვალე. აფილი მარტო ძმებს კი არა აფილირებული. ოჯახი მეგობარია შეიძლება თქვა და ეხა ბაჩიაშვილი ტყუილი ამბავია ტრუხა ამ კანონთან მიმართებაში ბოდიში ამ ანუ ბაჩიაშვილს არ ეხებოდა. რატო არ ეხება იმიტომ რომ ბაჩიაშვილს ეხა აქ საქართველოში არაფერი არა მის წრესაც არაფერი არ ამდენი ეხა 1-2 სახლია. მილიარდიანი დავა აქვს და ჰა აი 5 მილიონი ამოიღო მეც ხო ვერ ამოიღებ ხო და არ ვიცი ეგ უბრალოდ რა თანხებზე ეგ დავა კი მილიარდზე. ხო და ამ შემთხვევაში თუ აფილიაციას გააჩენ, აი ვიღაცასთან გაქვს პრეტენზია და იმას ვერ წუდები, ხო? ზარალასკა შეიძლება რამდენიც გინდა იმდენი ამოიღო. რატომ? იმიტომ რომ დიდი ქონების პატრონია, ასე რომ გემრიელი ლუკმა და ეხლა რა მოლაპარაკებები მიდის მასთან ეს საქმე რო დაგიდეს, რა ხდება, ჩვენ ხო არ ვიცით. არაფერი კაცო მიდიოდა კაცი ორი ჩემოდანი ქონდა მოინაცვლა იარა ხო კაი რიჟვაძეზე უნდა დავსვა კითხვა კი გადავიდეთ რა რამე ინფორმაცია თუ გაქვთ რა ვიცი ეხა იმ მედდამ რომ ჯიბეში წერილი იპოვა და მერე პოლიციის მაგივრად რომ ჟურნალისტებს ნახე რა მაგარი რაღაცა ვიპოვეო მისცა და მერე იმ წერილში რომ ესენი წერია რაღაცა რა ქვია ვემსახურები პარტიას და იმაზე არ გაბრაზდა მადლობა ბატონ ბიძინას ამის ეხა გჯერათ ხო არ გჯერათ არა რა არის იმ ჯერა არ ჯერაზე არ მინდა და ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია ეს წერილი თავისთავად არის ხელისუფლების განაჩენი თვითონ წერილი უკვე განაჩენია რა თქმა უნდა აი ამ სახითაც კი ხო ეხა მართალიც რო იყოს მართალ აი ეს წერილი თუ არის ეს არის განაჩენი და რატო გეტყვით ხო არც ერთი საქმე არ არის აღძრული იმაზე საქმე ხელისუფლებას როდესაც პრეტენზიები აქვს ადამიანთან ხო ის როგორ უნდა მოიქცეს ცივილიზებულ სამყაროში დააზრა საქმე მე გამოიძიოს მე სასამართლო და ესენი აწვევიან იმას რომ ოპოზიციური მედია რო აშავებდაო ინერვიულა მაგაზე ისინი რას აწვევიან ეს იქით წერილშიც ეგ წერია არა ნახეთ რა ტექნიკურია უკვე ისა რა ქვია კობახიძე დღეს რა გამოაცხადა კობახიძე დღეს გამოაცხადა რომ მე და ჩემ მეგობრებსო არ ქონდაო პრეტენზიაო ანუ გაემიჯნა ამ საკითხს თვითონ დინარაძე და უხანაშვილი არაფერ შუაში მაგრამ სწორები არ ვიციოთ მაგრამ გამოვიძიოთ მე ვფიქრობ რომ რაღაც ეჭვი გამიშთა რომ ბიძინას დაჭერას აპირებს რა გამოვიძიოთ ბიძინას დააბრალა ესე გამოვიდა მაგრამ ჩვენო ჩემ მე და ჩემი მეგობრები სუფთები ვართ ბიძინასთან არ მეგობრობს არა კობახიძე რო დრომოვა ყველაფერს ბიძინას დააბრალებს და პროკურატურაში პასტას არ გააგდებს ეს ვიცი ჩვენ ყველა ხო და უხანაოდ ნუ ნიკანორას მე ისეთი შეეშინა ყველაფერი აი ბუტკა რო ჩადგა ვიღაცა ვის ბიძინას დავალებით პირველი მწერალი იქნება და ოჯახმა ასევე საინტერესო ნიუანსი იყო რომ ოჯახმა რომ მოითხოვა გადაყვანა და კობახიძე მაშინ მივიდა საავადმყოფოში როცა ის გონზე მოვიდა მანამდე არ მივიდა პირველ დღეს არ მივიდა ხო შეიძლება რა საქმე ვერ მოიცალა ან როცა გამოფხიზდა და კონტაქტური გახდა რომ ეთქვა ეთყობა რომ მე არაფერში რაღაცა და ოჯახმაც ეს ეგრევე წაიყვანა ანუ ოჯახის არენდობა რომ აქ რაღაცა არ მოხდა შოვის ტრაგედია რა მოხდა მესამე დღეს ჩავიდა და ეხლა მე ვფიქრობ მე რატომღაც მგონია რომ ამ საქმეს სრულობა თუ მიეცა შეიძლება აი ეს ვისთანაც იყო ის დაიჭირო იმიტომ კი არა რომ იარაღი და ზახლედიანით დაიჭირონ იმიტომ რომ იმან ფაქტია რომ რაღაცა გზავნილი მიგაცისგან მიიტანა ან თვითონ არის აფერისტი და თვითონ გააჩალიჩობდა ვიღა კობახიძე მავალებსო რა შეიძლება ტყუილი უთხრა ჩვენ ხო არ ვიცით მაგრამ ეგ საერთოდ ეგ ტიპი როგორც მე გავიგეთ თელმა საზოგადოებამ იყო შუამავალი ესეთი ამბების მიდან მომტანი რა კი ეს თავიდან ოლიმპიურში დაინიშნა მე მახსოვს ხო და კობახიძე რო ამბობს რომ მე და ჩემი საძმაკაცო არაფერ შუაში არა ვართო პარალელურად ნახე რა ხდება რიჟვაძეს ესე რო თქვა ქვეყნიდან გაყავთ რიჟვაძე და ის არ ჩამოვა კაი ხანს იმას დუმილის ესე რო თქვა ვალდებულება აკიდეს და აქ ეხა რაღაცა იხარშება და რა მოიხარშება ბოლოში ვნახავთ რა შეიძლება არც არაფერი ასე რომ ეს არის ურჩხული როდესაც გარეთ საკვები ელევა საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს რა ეს განზომილებაც აქვს ამას და პლუს ანტიკორუფციული
პოლიტიკური დივიდენდიც არის, ხა ერთ-ორ ბობოლას თუ დაიჭერენ, ხა, წინასაარჩევნოდ კაი თემაა. თქვენ რა თქვა ივნისში თქვით ეგ რომ დაიჭერენო. ანუ აი ხა ველოდებით ღარიბაშვილს. ღარიბაშვილის ცემების ამბავიც ნამდვილი იყო სავარაუდოდ, ხო? არ ვიცი, ხა მე. კია, მოდი გადავიდეთ გლობალურ პოლიტიკაზე. ღარიბაშვილი იყო ადამიანი, რომელიც აი ბიძინას რო ჩემს ბინა რომ მე რო წინააღმდეგობას უწევდი ბინა რომ მაჩუკა ღარიბაშვილი იყო ადამიანი რომელიც მაკლერებთან დარბოდა არჩევდა ბინებს და მე მაჩვენებდა რომელიც მომიწონებოდა აი ეს კაცი იყო ღარიბაშვილი და ღარიბაშვილს რა კომენტარები უნდა ეს არ მოგიყოლია ხო აჰა ეს ის ჩვენი ექსკლუზივი კია რა მინდა კითხვა აი ხა ბიძინაზე იძახია რომ ბიძინა იძახის რომ ამერიკელებიო ესე ვთქვათ მეორე ფრონტის გახსნას ვთხოვდაო ეხა მიხეილ სააკაშვილს ეუნებოდნენ ამერიკელები რომ წყნარად იყავი პროვოკაციას არ წამოგაგონ თხილად იყავ და ბიძინას რანაირად ეუნებოდნენ ბოდიში რა ეს ყველაფერი რა ესენი ლაპარაკობენ ეხა ეს არის პირდაპირ აი თავის დროზე KGB-ში დამუშავებული ის იყო რა ქვია მატრიცა ხო აი ეს message box-ი გარკვეული საბჭოთა კავშირის დროს ჯერ კიდევ რატომ იმიტომ რომ დასავლეთთან კონკურენციაში საბჭოთა კავშირი ვერ შედიოდა ორი ძირითადი ფასეულობის ამბავში ხო რა არის ეს ორი ძირითადი ადამიანის ფასეულობა ეს არის თავისუფლება და ეს არის კეთილდღეობა ეხა ორივე იქ მეტი იყო ამიტომ აი შეთქმულებები ვართ ხო შეთქმულებების თეორიები წამოვიდა რა კი ბატონო ისინი შემდიდრები არიან მაგრამ გარყვნილები არიან ხო ურწმუნოები არიან ის არიან ეს არიან და ეს ყველაფერი კარგად დამუშავდა მე ტესტირებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმაში ანუ დიდი გამოსტა ეს message box-ი ყველგან მაგასაკეთე შექმნილია იქ მე უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა FSB-მ პატარა ტრანსფორმირება მოახდინა ცოტა რაღაცები დაამატეს შეცვალა ხო და ეხა ამათ პირდაპირ იქიდან ჩამოდით ეს შპარგალკები რა ამა ესენ ხო თვითონ აფისარი გონა იქიდან ჩამოდის იქიდან ჩამოდის თუ იქაურები აქ სხედან და აქვე კი ბატონო სხედან კიდევაც კი ბატონო ეხა ესეთი ვითარებაა რა აქეთ სასულხეთი და აზერბაიჯანი ფაქტიურად გაძურა რა პარადოქსია რა და ჩვენ ესე ჩვენ ორი წლის წინ რო თქო ვიღაცას რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ახლოს უფრო ახლოს იქნებიან ევროკავშირთან და ზოგადად ევროინტეგრაციასთან და სასულხეთი და აზერბაიჯანი ესე უკვე გაეცალნენ რუსეთს აქეთ უკრაინის ომი გვაქვს იქით ირანის და ისრაელის დაპირისპირება გვაქვს ჩვენი ადგილი სად არის ჩვენი ადგილი ანუ შეტრიალდა სიტუაცია რა აზერბაიჯანი და სომხეთი იყვნენ რუსეთის დასაყრდენი და ჩვენ ვიყავით დასავლეთის ესე რო ვთქვათ ისე ეხა პირიქით არის ჩვენ ვართ რუსეთის და ისინი უკვე დასავლეთისკენ არიან გუშინ საერთოდ ალიევმა რა თქვა ხო ნახეთ რა ალიევმა თქვა რომ უკრაინაში აზერბაიჯანელები ვინც იბძვიანო იმათო კი არა დავიშვიო პირიქითო დავაჯილდოებო რა დავიჭერო იმათო ვინც რუსეთის მხარეს იბძვისო წარმოვიდგე ომი უნდა ალიევს ხო ანუ აბა ომი გინდათ ესე იგი ალიევმა გააფრინა აი ესე მოწმენდილცაზე კი FSB-შნიკები დაიჭირა ბაქოში კიდე ომი უნდა ანუ ესე იგი deep state-მა ყობახიძეს ვერაფერი მოუხერხა მაგრამ ალიევი რა თქმა უნდა ალიევი ჩაიდეს ჭიბეში deep state-მა ნუ ეხლა ფაშინიანს საერთოდ აპარატი კიდევ ერთ კითხვას დაგისმევ გია ქვეყანაში არის უძიმესი ეკონომიკური სიტუაცია ინფლაცია უმუშევრობა და აი ყველაფერი აწევს ხალხს აი სად არის გამოსავალი მაგრამ კვლევები გამოგვიქვეყნეს რომ ისო ეკონომიკა გაიზარდა გონი 8%. ხო, ნუ რა ვიცი. ანუ აქ რამე შანსი ქვეყანას აი ესე ცალკე ესე გადარჩეს. ჩვენ თუ არ დაუბრუნდით რეალურ ანუ კონსტიტუციით გასაზრდელ გზაზე, ანუ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ შანსი არ აქვს რა. SWIFT-დან ჩახსნილი დაიწყო. ჩვენ ვიქნებით, სახელმწიფოც აღარ ვიქნებით, ვიქნებით კვაზი წარმონაქმნი რუსეთის დანამატი. აი გუბერნია, მართლა ეს გუბერნია სიტყვა კი არა. ადრე იყო საუბარი 3+3 და ეს იყო ერთი ეტაპით ესე უნდოდა რუსეთს შეტრება, ხო, იმიტომ რომ იციან ანტირუსული განწყობები და ამიტომ შეფარულად 3+3 ფორმატის. მაგრამ ჩაიხსნა ეს თემა. მაგრამ 3+3 ფორმატი ხა ირანის გამო პრაქტიკულად დაინგრა და ეხა პირდაპირ უხეშად პირდაპირ აი ბოლო კითხვა მაქვს რა მეგობრებო თუ გინდათ არ გამოგჩეთ ჩვენი პოდკასტები აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე. ბოლო კითხვა მაქვს. აი ამ თემამ საერთაშორისო კონექტურაზე ვლაპარაკობდით. რატო ინარჩუნებს მაინც ჩვენთან დაკავშირებით დუმილს ამერიკის შეერთებული შტატები? გასაგებია ელჩირას ლაპარაკობს, გასაგებია იქ რუბიოს გადაკვით ნათქვამი რაღაც, მაგრამ აი ესეთი პირდაპირები რატომ არ არიან როგორც ევროკავშირის ქვეყნები? მაინც რას ელოდებიან, მაინც დალაგება უნდათ, რა უნდათ? რა არის, იცით, ეხა პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში იმდენად მეორე ხარისხოვანია. არ ცალია ჩვენ. ვერ ყალი, აი
ვერ ყალიბდებიან. თან ტრამპი ხო განსხვავებულია, ხო? მაინც რეალური პოლიტიკის კენა აქვს მიდრეკილება, ანუ ძალის პოლიტიკის კენა აქვს მიდრეკილება. თორე ისე მოძრაობა მიდის, კაცო, მეგობარი აქტი და ასე უძიმესი რაღაცეებია. ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე დაუშვათ რამე განცხადება იქნება. 2012 წელს მქონდა ეგეთი მხარდაჭერა ჩვენ. მეგობარი აქტი თუ ამუშავდა, ეს ნიშნავს, რომ ესენი საერთოდ სანქციები, ამერიკული სანქციები შეიძლება არ იცით რას ნიშნავს. ამერიკული სანქციები თუ ვისაც გამოეწერება, ის შეიძლება ვაფშე უკაპიკო, საერთოდ უკაპიკოდ დარჩეს. საერთოდ, ნუ აღარიათ აქ ქეში და სულ არ უნდა ის შენი სვიფტი. არა, ეს ქეშიც ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. ნუ საბანკო სივრციდან ფაქტობრივად გაქრობა მოუწევთ. ხო და რა ვერ მოიცალა ამერიკა. რა ვერ მოიცალა. რაღაცები იქ შეიცვალა, მაგრამ ბოლომდე ესე რო ვთქვა, ჯერ ვერ ამუშავდა. აი, გადავიდეთ ჩვენი მაყურებლის კითხვებზე, უცებ დაუსმევ, რამოდი 3 კითხვა მაქვს თუ 4 მომზადებული, ამოღებული. თამარ გუნდიშვილი გეკითხება გია, რა იყო ის რჩევა, რაც ბიძინამ მიიღო მისგან და განახორციელა ქვეყნის საკეთილდღეოდ. საინტერესო შეიტა. თან ქვეყნის საკეთილდღეო. აი ის რა, არა რაც განახორციელას ბოლომდე მიიყვანა, მე სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, მაგრამ პრინციპში რასაც ურჩევდი, ყველაფერს თავს მიქნევდა, მაგრამ აფშე გავკეთებია. ეს რუხ კარდინალს ესე იგი ეტყველად გეძახთ, ბატონო. ხო, ისე ყავი რა. ეგ არის ძალიან მაგარი სტრატეგია რა. ჩემ ცოლს აქ უნდა მომჭრა. ესე იგი რაღაცაში მართალი რო ვარ და რო ვერ მეწინააღდება, კი თავს ვიგო, მე როგორც უნდა ისე აკეთებ. ეგ ეხა გაიგე არის. მომხდებავდი. კაი, ლიდია ბიტაძე გეკითხება. 2014 წელს მივხვდიო ვინ იყო ბიძინაო რადიოთავის უფლებასთან განაცხადი. მაგ დროს უკვე ესეც მივხვდა. არა, გიაზე იძახის. მედიაციის შანსი რომ გაუჩნდეს ივანიშვილსა და ოპოზიციას შორის, რომელ ორ საკითხს დაუყენებდა ივანიშვილს? მე ვიცი ეგორი. ორი საკითხი, რატო ორი? რატომღაც ეს ორი და. ხო, არა, ნუ პირველი და უმთავრესი რაც არის, ეს გრძელვადიანი განვითარების ვექტორი უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციით განსრულ გზაზე, ხო? ანუ ევროპისკენ. ეს არის პირველი. და მეორე, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა დემოკრატია, ეხლა ეს გეოგრაფიული არჩევანი ხო არ არის? ევროპისკენ მიმავალი, ხო? ეს არის ფასეულობითი არჩევანი. ანუ ეს ფასეულობებიც უნდა დააბრუნოს, რაც გაყვეების ალბათ. თქვენ გჯერათ თუ არა, რომ ეს რუსეთის პირდაპირ გავლენის ქვეშ არის, თუ აი ეს თან ანიმერ წელში ვერ დაინახეთ, თქვენაირმა გამჭირა ხმა ადამიანმა რუსეთ გავლენებს მიყვებოდა არ მიყვებოდა. მე მივედი უკვე იმ ფაზაში, როდესაც ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ფაქტია რომ ეს იმითი საქმე გეჩდება და რა სასამართლო არ აქვს და თავში რო გვირტყავენ, ახლა რუსეთმა დაავალ თუ თვითონ გვირტყავს და ბედენა. კი ბატონო. მეს შემდეგი კითხვა. გახარიას რომ არ მოეწერა პრეზიდენტის ქარტიაზე ხელი და ხაზარაძესთან გაერთიანების ამბავი არ აწეულიყო ბოლო დღეებში, შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტი ოცნების ამორჩეველის გადმობირებას. მე აქ მაქვს პოზიცია რომ ეგენი რომ გაერთიანებულიყვნენ, ბევრად მეტყვას მიიღებდნენ, მაგრამ არა, მეცაც გეტყვით. გახარია, ანუ ხოცები შეაშინათ ლელო? იქ რო კონსოლიდაცია მოხდარიყო და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კრიტიკა ბევრი ისმოდა სალომეს გეგმას დროებით ტექნიკურ მთავრობაზე რო დათანხმებოდნენ. მე ვფიქრობ, რომ არჩევნებს ხელისუფლება რაც არ უნდა გაეყალბებინა ვერ მოიგებდა. ანუ სალომეს როლს მაინც პოზიტიურად ხედავს, მაგას ცალკე იმ მომენტში ესე იყო. დღეს შეიძლება რაღაცები შეიცვალა. იმ მომენტში სალომე პრეზიდენტი იყო ბოლო-ბოლო. გიორგი გობეჩია გეკითხება, გია ყველანაირი სურვილისა და ემოციების გამიჯვლით სივიგონებით დაფიქრების შემთხვევაში მართლა ჯერა თუ არა რომ ივანიშვილი ოდესმე დათმობს ძალაუფლებას? არა, რო დათმობს არ მჯერა ამის. იძულება, ხო, ბიძინა აკეთებს ძალაზე, ის მარტო ძალას ცემს პატივს. იმისაც რომ დათმოს ძალა უნდა აჩვენო, ანუ უფრო დიდი ძალა უნდა დაანახო, ეხა სხვანაირად, ეხა მისთვის ძალაუფლება ეხა არის უსაფრთხოების გარანტია. და ეხა საკუთარ უსაფრთხოებას ვინ დათმობს? იმას გონია რომ ძალაუფლება თუ დათმო, თავს წააცლიან. ესე გონია. ეხა პარანოია, ეხა ეს ძალიან ძიმე რაღაცაა, რა ზოგადად რა. ნენია დასასრულისკენ წავიდეთ. დასასრულს რაღაცას 19 წლის ბიჭი 4 წელნახევარი მიუსაჯეს და აქვე სასამართლოს სიბინძურე გააკეთა ტელეკომპანია იმედმა, მე მგონი რუსთავი იმედმა ნამდვილად და პოზიტივი
ვიდეო და ეს დანით დაესხა თავს პოლიციასო და ბრალის დადგენილებაში არ არის ნახსენები დანა. ამ წარმოიდგინეთ რა ეს ამ თავისიანებს აკეზებენ რომ აი დღეს რო გაიგებთ ოპოზიციური არხებით ან სადმე მესამეზობლოში რომ კიდე 19 წლის ბიჭი ჩასვეს იცოდეთ მაინც რა ცუდი იყო დანით დაესხა თავს და დანით დაესხა თავს თურმე და პროკურორმა ვერ მოიფიქრა რომ ეს ბრალის დადგენილებაში ჩაეწერა და დაეთქვა შეეცოდა რა პროკურორს. ეს უკვე ჩრდილოეთ კორეაა, ეხლა ეს პროპაგანდა პოსტივი და ეს უკვე ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიაა, ხო? და ხალხო, ეხლა ამ ვიდეოს კომენტარებში რომ ვიღაცები დააკომენტარებთ, ეხლა ჭორაობთ თქვენო, აქო ჭორაობა არ არის, ეს არის დედუქციურ ლოგიკაზე დააფუძნებული მსჯელობა. შეუძლია, იცი? თუ ვინმე, აი რომელიმე სპორტსმენი, ხო? აი უბრალოდ აი მოყვარული სპორტსმენი კოცებს რამეს კარგს გაუკეთებს, შეუძლია ეთერში გამოაცხადოს, რომ სოფლიო ჩემპიონია. ხო, ანუ ჩრდილოეთ კორეაში რომ გამოაცხადოს ბრაზილიას მოუგეთო. ხო, აი დაახლოებით ვაგდონეზე არის. კი, ბოლოს ერთი რა მინდა, იცით, ჩვენ ბევრი თანამებრძოლი ყავს იქ დარჩენილები და რამათა იტყვი რამე ეს. აზრი არ აქვს რა. მე მგონი ეხა უკვე ისე ვართ ირაკლი, რომ აზრი არ აქვს. მე არც ბრაზდები. აი იგივე ზაზა ვახსენე, ზაზა მე დღემდე ნუ ეხა ჩვენ რა ურთიერთობა გქონდა იცი? ემე დღემდე გეურთიერთება შათერიშვილი? არა, ურთიერთობა არა გვაქვს დღეს, მაგრამ ეხა მე ვერ ბრაზდები იმაზე, მიყვარს ადამიანურად, მიყვარს დღემდე. ხო? მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩემ ქვეყანას, უბრალოდ აი არ შემიძლია. ხო? ეხა იმ მეორეზე საერთოდ არ ვიტყვი, ეხა ისიც ჩვენ ფაქტობრივად ნაცავები ვართ, ხო? და ბევრი კარგი მახსოვს. იმანიც ის გიოს გაყიდა მე არაფერი არ ვიცი. ესენი არიან გაფუჭებული წარსულს აი მე როგორ სულ არაფერი არ ვიცი ვითხარით ეხა. მეორე ვინ არის? არ შეიძლება თქვენ მე ყავა დალიეთ და ერთმანეთს შეგვებერე. მე დამიჭერეთ ყველაზე დიდი მადლობა გიას, მადლობა მაყურებელს და შემდეგ კვირას შევხვდებით. მომავალ შეხვედრაზე დიდი მადლობა გულახდილობისთვის. მე მგონი იყო ხო რაღაც ექსკლუზივები მოგცა. პოსტივზეც ნახავთ სამოჭრილები. ბიჭეული ვარ. შალიკო დაკარგე.